მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით საუბრები ეკონომიკაზე, მე გადაცემის წამყვანი თარანგურიძე ვარ. დღეს მე სტუმრად მოვიწვია ახალგაზრდა ეკონომისტი ბშოთა გეთია და მასთან ერთად უახლოესი 1 საათის განმავლობაში ვისაუბრებ ქვეყანაში მიმდინარე მთავარ საფინანსო დოკუმენტზე, ეს არის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტი და ასევე შევეხებით ჩვენ საუბრისას თბილისის ბიუჯეტსაც მოგეხსენებათ, რომ დღეს სწორედ განხილვა მიდის როგორც ცენტრალური ბიუჯეტის საპარლამენტო დონეზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თბილისში ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა. მოგესალმებით შოთა, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მოდით უპირველესად დავიწყოთ მიმდინარე წლის შეფასებით ცენტრალური ბიუჯეტის. ჩვენ მუდმივად გვესმის სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისაგან, რომ ნაწილი პოლიტიკური ძალებისა ამბობს, რომ გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა საბიუჯეტო როგორც შესრულების მიმართულებით, ასევე საკათასახადო შემოსავლების კუთხითაც. ხოლო ხელისუფლება კი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ჩვენ გავხდით იმ მიზნობრივ მაჩვენებლებზე, რომელიც იყო დაგეგმილი წლის დასაწყისში. თქვენ როგორ ფიქრობთ და რას გვეუბნებათ დღეს ჩვენ საბიუჯეტო სტატისტიკა გვაქვს, ანუ სრულდება ის დაპირებები, რასაც ხელისუფლება პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას 1 წლის წინ, თუ გვაქვს იმ პრობლემასთან საქმე, რასაც პოლიტიკური ბანაკის მეორე მხარე მუდმივად აპელირებს საზოგადოების წინაშე. მოგესალმებით ბატონო თარ, მივესალმები რადიო მსმენელებს, ტელემაყურებლებს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და სანამ უშუალოდ საუბრის თემაზე გადავიდოდეთ, 2 სიტყვით მინდა ზოგადად მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ არსებობს ესეთი გადაცემა, პროგრამა თქვენი გადაცემის სახით, სადაც შეუძლიათ ეკონომისტებს დააფიქსირონ თავისი აზრი და ისაუბრონ ასეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ეკონომიკა ზოგადად, ბიუჯეტი, ფინანსები, საჯარო ფინანსები, ფასები და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ესე იგი, რაც შეეხება ბიუჯეტს. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩემის აზრით. ან ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საჯარო დოკუმენტი ქვეყნისთვის არის ბიუჯეტი და ეს თემები, რაც ზოგადად ბიუჯეტს, საბიუჯეტო მოწყობას, ბიუჯეტის დაგეგმვას, საბიუჯეტო პროცედურებს, მის მიღებას, დამტკიცებას და შემდგომ შესრულებას ეხება, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სენსიტიური თემა. რაც შეეხება 2014 წლის ბიუჯეტს, მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი იყო ძალიან ოპტიმალურად შედგენილი თავის დროზე და მისი შესრულების ნაწილიც გარკვეულწილად ნორმალურად არის შესრულებული. ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება იყო ძალიან ესეთი მცირე ცდომილებები, რომელიც ჩემი აზრით ობიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს გარღვევა, ანუ მან ასე ვთქვათ, ვერ აითვისა 9 თვისთვის გამოყოფილი თანხა სრულიად, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამის ძირითადი მიზეზი იყო ის ობიექტური ფაქტორები, ბუნებრივი მეტეოროლოგიური ფაქტორების სახით, რომელიც ჩვენ გქონდა გაზაფხულზე ჩრდილოეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მაქვს საუბარი, ღვარცოფი ჩამოწვა, იყო ბუნებრივი კატასტროფა და ანუ ფაქტიურად მიმართული ის ტექნიკა, რაც საჭირო იყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მიმართული იყო იმ გადაუდებელი აუცილებლობისთვის, დიახ, და ამან ასე ვთქვათ გამოიწვია გარკვეულწილად კორექტირება აუცილებელი და მიუღებელი, მაგრამ აუცილებელი, რომელიც დაფიქსირდა აი ამ პროექტების ფარგლებში, თუმცა ჯერ 3 თვე წინ არის და მე როგორც ვხედავთ ჩვენ ყველა მიმდინარეობს სამუშაოები და ალბათ საბიუჯეტო წლის დასასრულამდე ეს უწყება და მისი მომიჯნავე უწყებები ამ ხრივ გამოასწორებენ სიტუაციას. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობით ნაწილს, შესრულება თითქმის 100%-იანი არის მაგალითად
ჩვენ გვაქვს შემოსავლების ნაწილი, რომელიც გადასახადებით არის წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირებისგან 100%-ით არის შესრულებული და უფრო მეტად, ხოლო თითქმის 98% არის შესრულებული იურიდიული პირებისგან ამოსაღები შემოსავლები. რაც შეეხება ახლა იმის ლაპარაკს, რომ გვაქვს ფინანსური კრიზისი, გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები აპელირებენ ხშირად ამ თემაზე. შეიძლება იყოს პრობლემები, რომლებიც ვისაუბრეთ და რომლებიც არ ვისაუბრია ჯერ, მაგრამ რაღაც მცირე პრობლემები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ მგონია, რომ ჩვენ გვაქვს საქმე საბიუჯეტო გარღვევასთან იმ დონის, რომელიც შეიძლება იყოს კრიზისული და რომელმაც ფისკალური კრახი შეიძლება გამოიწვიოს ამჯერად საქართველოსთვის. რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, თქვენ აგრეთვე ეკონომიკური მაჩვენებლები ახსენეთ და ეკონომიკურ მაჩვენებლებში მინდა გითხრა, რომ გაცილებით უფრო მეტად პოზიტიური სიტუაცია გვაქვს, ვიდრე ვთქვათ ბიუჯეტის შემთხვევაში, თუ ბიუჯეტში მცირე გარღვევები გვაქვს, მაგალითად ინფლაციის ნაწილში 9 თვის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის 3.4-3.6%-ის ნიშნულზე არის. ჩვენ ვიცით, რომ მიზნობრივი ინფლაცია არის 6% საქართველოში, ამ ხრივ მდგომარეობა არის პოზიტიური. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში შეინიშნებოდა დეფლაციური პროცესები საქართველოში, ანუ ფასების შემცირება. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ინფლაცია არის ასეთი ცუდი ძალებში გამომაკვდინებელი ფაქტორი ეკონომიკისთვის, მაგრამ მისი საპირისპიროება მდგომარეობაც, დეფლაციაც არანაკლებ ცუდი არის და ასე რომ ესეც ფინანსური და ფისკალური პოლიტიკის და მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებისთვის, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ მიმართულებაზე არის პასუხისმგებელი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე მგონი იმ ღონისძიებებით, რომლებიც ამ მოწყებებმა გაატარეს, ეს პროცესი დადებითისკენ წავიდა. და აქვე ისიც ემატება, რომ პრაქტიკულად დღეს საქართველოს მარტო არ უწევს დეფლაციასთან ბრძოლა და მსოფლიოს საკმაოდ ძლიერი და წამყვანი ქვეყნებიც ებრძვიან ამ პრობლემას. როგორც ჩანს, არ ყოფილა ამ პრობლემასთან ასეთი გლობალური ბრძოლა გამოცხადებული, იქიდან გამომდინარე, რომ თუ აქამდე დეფლაცია იყოს ადმე შემჩნეული, იყო ცალკეულ ქვეყნებში, ცალკეული მოკრევადიანი პერიოდებით გამოხატული. თუმცა დღევანდელი მდგომარეობა კრიზისის შემდგომი ვითარება, რაც იყო გლობალურად განვითარებული, სახეზე გვაქვს ერთი რამ, რომ წარმოიქმნა გლობალური დეფლაცია და პრაქტიკულად პირველად უწევს მთელ მსოფლიოს ერთობლივად ამ პრობლემასთან ბრძოლა და ეს მათ შორის საქართველოშიც ხდება. კი, სწორედ ეს აღნიშნე, ანუ შეინიშნებოდა გარკვეული თვეების განმავლობაში, თუმცა, ანუ ზოგადი მაჩვენებლით, ანუ მაინც ინფლაციური მომენტი ამ 9 თვის განმავლობაში უფრო ჭარბობდა და რამაც აი მიმდინარე მონაცემებით, კონკრეტულად 9 თვის მონაცემებით სექტემბრის ჩათვლით იყო 3.6% ინფლაციური მომენტი, ხოლო ეხლა მიმდინარე მონაცემებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით ეს 3.4%-ში ადგენს. ნუ ნახოთ ჯერ კიდევ წინ თვენახევარია წლის დასასრულამდე და ალბათ დაკორექტირდება, თუმცა მე არ ამგონია საბოლოოდ ის რაღაც იმ ტარგეტებს გაცდეს, რაც დასახული ქონდა ჩვენს ხელისუფლებას წინა წელს. თქვენი პროგნოზით რამდენად არის ის რისკი, რომ ეს დარჩენილი ერთი კვარტალი იყოს რაიმე პრობლემის შემცველი, რომელმაც შეიძლება მთლიან დოკუმენტზე უარყოფითად იმოქმედოს? ბიუჯეტზეა საუბარი, ხო? ესე იგი მე არ ამგონია, რომ ბოლო კვარტალში
ადგილი კონდეს ისეთ მოვლენებს, რომლებმაც შეძლოს უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბიუჯეტზე. მეტიც მე ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტ აქტივობას ექნება ამ ხრივ ადგილი და ის უარყოფითი პროცესები და ნეგატიური პროცესები, რომლებიც დაფიქსირდა 9 თვის განმავლობაში ამ შეუსრულებლობის სახით, ალბათ უფრო შესრულებადი იქნება. თუმცა ერთი ნიუანსი არის, ისიც უნდა აღვნიშნოთ წესით, რომ ასე იგი დავუშვათ აი ამ ჭარბი ფულადი რესურსების, რომლებიც დაგეგმილი 2014 წლის, ანუ მთელ წელზე და რომლის დახარჯვაც ბოლო კვარტლისთვის შემოინახეს უწყებებმა, აი ხო არ შეიძლება ვთქვათ, გამოიწვიოს მონეტარული ეფექტი იმ მხრივ, რომ მიმოქცევაში უფრო ჭარბი ფული შევიდეს, მაგრამ ანუ ეს ერთ-ერთი ნიუანსია, თუმცა აქ არ არის ალბათ იმ რაოდენობაზე საუბარი, რომ ამის მონეტარული ეფექტი იმდენი იყოს, რომ მან გამოიწვიოს ლარის გაუფასურება. თუმცა ალბათ გარკვეული გავლენა ექნება. თუმცა მეც გეთახმებით იმაში, რომ მაგალითად ჩვენ თუ ავიღებთ 9 თვის საშუალო ეკონომიკურ ზრდას, გვაქვს 5.9%, ანუ პრაქტიკულად დასახულ მიზანს თითქმის ახლოს არის. თითქმის იდენტურია, რაც იყო საპროგნოზო წლის დასაწყისში, რაც უკვე აღნიშნე და მაშინ ჩვენ მივდივართ იქაც რომ შემოდგომით და განსაკუთრებით წინასაახელწილოდ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში ყოველთვის მაღალია, რაც თავისთავად იწვევს მეტ საბიუჯეტო შემოსავლებს და ეს ყველაფერი კი მეტ საეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს. ანუ პროგნოზი იმის გაკეთებისა, რომ თქვათ იქნება უფრო უარყოფითი, ნაკლებია იმ შესაძლო მომავალი აქტივობებიდან გამომდინარე, რაც არის უკვე ბუნებრივი პროცესი დარჩენილ ორ თვეში, ასე რომ ვთქვათ. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე და საბიუჯეტო შემოსავლებზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და სწორედ ეს პერიოდია ისიც, როდესაც ხდება მოსავლის აღება და მისი დაბინავება და ეკონომიკურ მიმოქცევაში გაშვება, ანუ ვაჭრობაში, ანუ როგორც გადის უფრო დიდი რაოდენობით ამ პერიოდში ექსპორტზე ხოლმე როგორც წესი. და ესეც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს ის მიზანი, ანუ იყოს ის ინდიკატორი მიღწეული, ის მაჩვენებელი, რაც იყო წლის დასაწყისში. მოდით გადავიდეთ ახლა იმ პროექტზე, რომელიც უკვე დღეს პარლამენტში მუშავდება და არის შეიძლება ითქვას ციაფრთხილება დოკუმენტის მიღებისა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მართლა შემცირებული პარამეტრები, რასაც ოპოზიციის სახელმწიფო ოპოზიცია აპელირებს დღეს ქვეყანაში და რამდენად არის რამე კრიზისული ნიშნები ჩადებული ამ პროექტში? სიმართლე გითხრათ, მე 2015 წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტში კრიზისულ მაჩვენებლებს, ასე ვთქვათ, ვერ ვხედავ. ჩემი აზრით ბიუჯეტის პროექტი შედგენილია ძალიან ფრთხილად და ძალიან ოპტიმალურად. რაც მთავარია პირველ რიგში თვალშისაცემი ალბათ ის არის, რომ დაახლოებით 700 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის დაგეგმილი შემოსულობები 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მართალია ჯერჯერობით 2014 წლის მაჩვენებლები ჩვენ გეგმის სახით გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტიური შესრულება მარტო 9 თვეზე გვაქვს ოფიციალურად და მიმდინარე თვეების, ანუ შემოდგომის მაჩვენებლები ჯერჯერობით ფაქტიური არ არსებობს, თუმცა 2014 წლის გეგმასთან შედარებით 700 მილიონით როგორც აღნიშნე მეტი არის საბიუჯეტო შემოსულობები, რაც სასახად პოზიტიური არის. ახლა თუ სტრუქტურას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ დაახლოებით ანუ ამ თანხით, ანუ 700 მილიონით იზრდება საგადასახადო შემოსავლები. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ საგადასახადო შემოსავლების ზრდის წყალობით იზრდება ბიუჯეტი.
იზრდება გრანტების მოცულობაც 154 მილიონი იყო 2014 წელს და 215 მილიონს ვარაუდობენ 2015 წლის პროექტში. თუმცა გრანტების მოცულობის ზრდასა და საგადასახადო შემოსავლების დაშორის სხვაობა არის ძალიან დიდი და ეგ ჩემი აზრით პოზიტიური არის. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ 2014 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2015 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო არის დადებითი. ანუ 110 მილიონით აღემატება საოპერაციო შემოსულობები, საოპერაციო ხარჯებს. შემდეგ უკვე ქვემოთ არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლებით კორექტირდება ეს და მთლიანი სალდო არის მართალია დეფიციტურია ის 664 მილიონით, მაგრამ ამაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდ როლს ასრულებს არაფინანსური აქტივების ზრდა, ანუ 854 მილიონი ლარით იზრდება არაფინანსური აქტივები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იდება უფრო მეტი ინვესტიცია არაფინანსურ აქტივებში, რაც ზოგადად ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ზრდაზე მიუთითებს. თუმცა აქვე უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ იზრდება ფინანსური აქტივები. ფინანსური აქტივების ცვლილება ისეთი დიდი და ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც არაფინანსური აქტივების, თუმცა აქაც გვაქვს დაახლოებით 10 მილიონამდე ზრდის მაჩვენებელი. აუცილებელია შევეხოთ ვალდებულებების ნაწილს ბიუჯეტში. ესე იგი 600 მილიონი იყო საშინაო ვალდებულებების ზრდა, ანუ 600 მილიონის ვალი აიღო მიმდინარე 2014 წელს საქართველოს მთავრობამ და 2015 წელს იგეგმება, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს 400 მილიონამდე, ანუ 200 მილიონი მცირდება საშინაო ვალდებულების ნაკლებს აიღებს, ხო? კი, ანუ აქ საუბარია ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც გამოუშვა ეროვნული ბანკის მეშვეობით საქართველოს მთავრობამ ამათი მოცულობა 2014 წელს იყო 600 მილიონი, ხო 2015 წელს დაგეგმილია 400 მილიონის ოდენობით, რაც ჩემის აზრით პოზიტიური არის, ანუ ვალის აღების მაჩვენებელი ნაკლებია. აგრეთვე შემცირებულია საგარეო სესხების მოცულობაც, ანუ 2014 წელს თუ მილიარდზე მეტი იყო საგარეო სესხები, სადღაც დაახლოებით 900 მილიონზე მეტი ოდნავს, 930 მილიონით იგეგმება საგარეო სესხის ზრდის მოცულობა. რაც შეეხება ფინანსური ვალდებულებების კლებას, ანუ ვალების გასტუმრების მაჩვენებელს, საშინაო ვალების მომსახურების მხრივ ფაქტიურად ცვლილება არ გვაქვს, იმიტომ რომ 35 მილიონით მოემსახურა 2014 წელს, ყოველ შემთხვევაში პროექტით ეგრე იყო გეგმით, ეგრე იყო განსაზღვრული და 35 მილიონი იგეგმება 2015 წლისთვისაც. ზოგადად ვალის მომსახურება 2015 წლისთვის 63 მილიონ ლარს შეადგენს. ეს საუბარია საშინაო ვალებზე. ხოლო რაც შეეხება საგარეო ვალის მომსახურებაზე 345 მილიონ ლარს შეადგენს საგარეო სესხების მომსახურება. თუმცა უნდა აღნიშნოთ ის, რომ 2014 წელს საგარეო ვალის მომსახურება, ანუ ვალის შემცირება, აქ საუბარია როგორც პროცენტებზე, ასევე ძირითად თანხაზე 530 მილიონ ლარს შეადგენდა. მსმენელი ყავს ეთერში, მოусმინოთ მას და მე გავაგრძელოთ საუბარი, გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობა დგინათვალე, გამარჯობა თვილო. ძლივს გამოვედი ვრეკავ რამდენზეც ძლივს მომისმინეთ თუ შეიძლებათ, მომისმინეთ. ვარ პენსიონერი, ვარ 80 წელს მიტანებული. უკვე მე ვეღარაფერს ვერ მოვესწრები, მაგრამ სანამდე წავალი ქვეყნად რაღაცა მაინც პირობები გაუმჯობესებული იყო, კარგი იყო. ძალიან იმედი მქონდა და მეც და ჩემი ირგვლივ ჩემ ხანაგებს, რომ ეს ხელისუფლება რომ მოვიდო და რაღაც გაგვიუმჯობესებოდა.
ჩვენ მაინც და ძალიან გთხოვთ წინა ხელისუფლებამ გაგვიძვირა ყველაფერი გაზით 11.41 გაგვიხადა წყალი რომელსაც მიაქვს მთელი საქართველოს 60 თეთრიდან ავიდა 5 ჯერ გაგვიდიდა სამლარზე მეტი იცით თქვენ ძალიან კარგად ტელეფონი ვერცად ვერ ვეკავ გარეუბნებში 1 ლარი იყო და გაგვიხადეს 7 და 10 ლარი რაღაცა მაინც შეღავათი მოეცათ რომ გაიაფებულიყო ესენი და ხალხის გული მოეგოთ ხალხის გული იმიტომ არის ხალხი განაცხენებული რასაც გვაძლევს ზედა პენსიას ისევ ამ გადასახადებში ვიხდით და ჩვენ კიდე შიმშილით გვდებით ვერც წამალს ყიდულობს ვერც ვერაფერს ასე როგორ შეიძლება რომ ასე გაგვიმეტონ და თანაც კიდე ისე გული ჩამწყდა რომ 10 ლარი მოგემატებათ რა თანაც 2015 წლის სექტემბერშიო მანამდე მივატან თუ არა ვიცი ან მე ან ჩემი ახლობლები ვინმე ასე არ შეიძლება შვილო ყველა დამერდება ყველა მე გავახსენდებით მაგრამ გვიან იქნება ძალიან როგორმე მოვხედეთ ჩვენ და ცოტა რაღაცა შეღავათი მოგვეცით და გაგვიკეთეთ მადლობთ ზარისთვის შოთა სოციალური მიმართულებით საკმაოდ არის ხო გაზრდილი მომავალი წლის საბიუჯეტო მაჩვენებლების პროექტი კი გასაგებია ქალბატონის აზრი და მისი გულსატკივარი მოკლედ უნდა აღნიშნო რომ ძალიან მძიმე არის სოციალური ფონი საქართველოში და სწორედ ამიტომაც არის ის რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული არის ასე ვთქვათ ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სოციალური დანიშნულების ხარჯები გაზრდილი არის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში და ამ ხრივ ნაბიჯები არის წინ გადადგმული თუმცა ეხლა ქალბატონი მართალი იყო ანუ ცალკე აღებული ერთი ადამიანისთვის 10 ლარის მომატება ალბათ არ იქნება ისეთი ეფექტის მქონე ამ მძიმე კრიზისული სიტუაციის ფონზე თუმცა შეზღუდული რესურსების პირობებში ალბათ გასაგებია ყველასთვის რომ უფრო მეტი თანხის მომატება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ან ეს თანხა აკდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და შესაბამისად ეფექტი არის იქნებოდა უფრო უარყოფითი ვიდრე თქვათ ამ შემთხვევაში მისასალმებელია ის ფაქტი რომ იზრდება 10 ლარით პენსია პენსიების მოცულობა ყველა კატეგორიისთვის საერთო ჯამში ეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სოლიდურ თანხაზე გადის ასე ვთქვათ თუმცა მეორეს მხრივ მე ვიზიარებ ქალბატონის აზრსაც რომ ვთქვათ 10 ლარი არ არის ის თანხა რამაც შეიძლება გაუმჯობესოს ის მძიმე სოციალური ფონი რაც საქართველოში არის ასე რომ ძალიან ასეთი დილემის წინაშე არიან ყოველთვის ფინანსისტები და გეგმავები ბიუჯეტის რომლებიც მუშაობენ ამ ბიუჯეტის პროექტზე, კანონის პროექტზე მათ უწევთ გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული რესურსების პირობებში ერთის მხრივ ამ მძიმე სოციალურ ფონდსა და მეორეს მხრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ანუ ორივე სახელმწიფოსთვის ორივე არის თანაბარი მნიშვნელობის მქონე ანუ პრიორიტეტი ყოველთვის განისაზღვრება მართალია და ამ შემთხვევაში სოციალურად არის პრიორიტეტები განსაზღვრული სოციალური მიმართულებით თუმცა სხვა მიმართულებები ვთქვათ ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვა და ასე შემდეგ არანაკლები მნიშვნელობის არის და ვთქვათ მთელი სახსრების სოციალურ სფეროზე მიმართვა და აი ამ სახსრების მივიწყება ასე ვთქვათ ესეც არ იქნება უპრიანი ამიტომ
ამიტომ არის მე თავში გადაცემის თავშივე აღნიშნე ის რომ ძალიან სენსიტიური თემა არის ზოგადად ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი კიდევ მეორე შეზღუდული რესურსების პირობებში ჩვენ ვიცით რომ სულ რაღაც 9 მილიარდზეა საუბარი საქართველოს ბიუჯეტზე და აი ამ თანხის განაწილებაში ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ პოლიტიკოსებს და ფინანსისტებს რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ. თუმცა თავიდან იყო მოსაზრება რომ გაზრდილიყო მხოლოდ სოციალურ დაუცველი პენსიონერებისთვის უფრო მეტად ვიდრე 10 ლარი და ხარჯზე იმ დანარჩენი პენსიონერებისა რომელსაც სოციალურად ისედაც არ უჭირთ ხომ თუმცა საბოლოოდ სახელმწიფო მივიდა იმ დასკვნამდე რომ ყველას თანაბრად 10 ლარით გაეზარდოს მომავალწელს პენსია კიდევ ერთი მსმენელი ყავს ეთერში მოусმინოთ გისმენთ მოგესალმებით ბატონო თარ ეხლა ბატონი ბძანებდა რომ ჩვენო ძალიან მცირე ბიუჯეტი გვაქვსო ნუ 9 მილიარდი ნახევარია თუ რაღაც არის ბიუჯეტი გასაგებია მაგრამ და ესაო მე განსაკუთრებით ეს ბიუჯეტი სოციალურად არის ორიენტირებულიო რაში გამოიხატება ეს ხო ტყუილია ეს ხო სიცრუეა ხელისუფლება ხალხს ატყუებს ჩვენ არა გვაქვსო თუ ასეთი კრიზისია სახელმწიფოში ეკონომიკური კრიზისია მაშინ რატომ იზრდიან თვითონ ხელფასებს 10,000 20,000 საიდარგებულები ესე ეგენ ქონდები მინისტრები დეპუტატები და ხალხის ხარჯი პენსია არ გავზარდეს არაფერი ისიც ყუილია ისიც ის 10 ლარი მომატება 20 წლის შემდეგ ისიც ყუილია ამათგან არაფერია დასაჭერებელი მადლობა ზარისთვის თითქმის 20%-ზე მეტი ხარჯება მარტო სოციალური მიმართულებით ამ ბიუჯეტიდან და ეს უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული იქიდან გამომდინარე რომ ყველა ხარჯების ყველაზე დიდი მოცულობით ამ მიმართულებით მიდის მათ შორის გაზარდა განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ რამაც გამოიწვია ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ზრდა ამ მიმართულებით და რამაც გამოიწვია ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულად გადაქცევა ეს პრემიები და ეს ხელფასები ეს სხვა თემა არის რომელიც ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ესაც ასახავს მაგრამ ის გაწერილი იყო ისედაც იმ მიმართულებით რაც დაიგეგმა საბიუჯეტო კალენდარული წელი დიახ თუმცა ეხლა ბატონი გაღიზიანებული იყო თუმცა გარკვეულწილად მე მაინც ვიზიარებ იმას რომ ძიმე სოციალური ფონდი არსებობს და გარკვეულ სოლიდარობას უცხადებ ბატონს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ რომ მაშინ თუ მთელ 100% ბიუჯეტის, ვთქვათ, ან 80%-ს მიმართავთ სოციალური დანიშნულების ხარჯებზე, მაშინ ამას არ ექნება ფისკალური ეფექტი და უშეშელება ერთწლიანი ეფექტიც არ კონდეს და ანუ შეუძლებელი არის ეგეთი რაღაცა. საპენსიო ანუ პენსიების თემაზე საუბრობდით თქვენ სანამ ზარი შემოვიდოდა და მაგაზე მინდოდა აღმოენიშნა რომ ის საკითხი როდესაც თავიდან საუბარი იყო დანამატების თემაზე ანუ დანამატები გათვალისწინებული იყო სოციალურად დაუცველებზე და არა ვთქვათ მთლიანად ყველა დონის პენსიონერზე თუ ესე იქნებოდა კარგი იქნებოდა ეს და მეც მივესალმებოდი ამას მაგრამ როგორც ვიცი ესეც სირთულესთან არის დაკავშირებული იმიტომ რომ თუ გადავხედავთ სოციალურ დაუცველთა იმ ელექტრონულ ბაზებს იქ კონტინგენტი არის ძალიან დიდი და ასე ვთქვათ უკვე ცოტა არ იყოს ჭირს გამიჯვნა სოციალურ დაუცველებსა და იმ კონტინგენტ შორის რომელიც რეალურად ამას არ საჭიროებს ვთქვათ რაღაც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ამიტომ ამ ხრივ არის სამუშაო და მეტი კვლევა, აი თუნდაც მოსახლეობის აღწერა და მასთან დაკავშირებული დამატებით გამოკითხვა, რომელიც ახლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოში, ალბათ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ამ ხრივ, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, დადგენა იმ პრიორიტეტების უпроსორად იმ რეალური სურათის განსაზღვრა, რაც ქვეყანაში არის და ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდეს რეალური კონტინგენტი, რეალური ბაზები სოციალურად დაუცველების შესაბამისად უკვე როდესაც განსაზღვრული იქნება ეს კონტინგენტი, უკვე მათთვის მიმართული სოციალური პოლიტიკა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ვთქვათ იმ პირობებში, რაც ახლა დღეს არის.
ამიტომ ალბათ ამიტომ გაჭირდა ამ ხრივ დიფერენცირება და ნამატების და ამან საბოლოოდ გამოიწვია ის რაც ახლა დღეს არის საუბარი. და ამ თემიდან გამომდინარე კიდე მინდა თქვა რახან მომეცა ეთერით ამის საშუალება ზოგადად საპენსიო რეფორმის აუცილებლობა დგება ქვეყანაში. ანუ უნდა გაიმიჯნოს საპენსიო ფონდები და აუცილებელია უკვე დაინერგოს დასავლური პრაქტიკა საქართველოში. მართალია ამისთვის არ არსებობს ჯერ კიდევ რესურსები, პირობები, მაგრამ დრო და დრო ეს პირობებიც უნდა შეიქმნას, არსებული პირობებიც უნდა იქნეს გამოყენებული მაქსიმალურად, რომ შეიქმნას კერძო საპენსიო ფონდები, რომლებიც აი ამ პრობლემებს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტს და საბოლოო ჯამში სოციალურ ფონდს ქვეყანაში გააუმჯობესებს. კიდევ მინდა ხაზი გაუსვა, საუბარია კერძო საპენსიო ფონდების შექმნაზე და ამით შემდეგ მიღწეული იქნება ის, რომ ის სახელმწიფოს საპენსიო ფონდი, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ, იქნება უფრო ეფექტური, ანუ მოცულობებში გაიზრდება და კონკრეტული ოჯახების და კონკრეტული პიროვნებებისთვის იქნება უფრო მეტი ეფექტის მომცემი, ვიდრე ვთქვათ ეხლა არის. თუმცა ეს მოითხოვს საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს, რომლისთვისაც სახელმწიფოს უპირატესად დასჭირდება საკმაოდ კარგი საკანონმდებლო პროგრამის განხორციელება, იმიტომ შეიძლება მოსახლეობისთვის, რომელიც მუჩვეული არიან ამ ძველ სისტემას, საკმაოდ გაუჭირდეთ ახალ სისტემაზე გადართვა და ხშირ შემთხვევაში დღევანდელმა პენსიონერმა ვერც კი დაინახოს იმის მომავალი ეფექტი, რომელიც შეიძლება გასაგებია. ამიტომ საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროგრამა იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით. დიახ, რთულია ცოტა არ იყოს, მე მაგაზე ვთქვი ზუსტად, რომ ეს პირობები უნდა იყოს აუცილებელი, რომ ეს პლატფორმა შეიქმნას, ასე ვთქვათ, თუმცა მე ჩვენ უკვე დიდი ხანია გვესმის იმაზე საუბარი, რომ დრო უნდა ამის განხორციელებას მუშაობა უნდა და ასე შემდეგ და უკვე გადის წლები და აი ამ პერიოდშიც უკვე შეიძლებოდა რანაც ჩანასახი არსებულიყო ამ მიმართულებით და წინ გადადგმული ნაბიჯები გვენახა. ამიტომ რაც უფრო მალე დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ იმ შედეგს. მართალია ხა ეს არ იქნება მოკლევადიან პერსპექტივაში ეფექტური, ეფექტიანი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად უნდა მიიღოს მოსახლეობამ ამის ეფექტი და დღეს და ხვალ ამას მუშაობა ჭირდება აუცილებლად. მოდით ვისაუბროთ იმაზე ხა რაც დღეს იგივე სიტუაცია ხდება თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში, ხო? შემცირებულია თითქმის ყველა მიმართულებით საბიუჯეტო დანახარჯები მომავალ წელში, ხოლო ამ ყველაფრის ხარჯზე გაზრდილია სოციალური მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეული მომავალი გადასახადები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაბამისობაში ეს ყველაფერი იგივე ცენტრალურ ბიუჯეტის კვალდაკვალ რამდენად მიდის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ამ დაგეგმარებასთან დაკავშირებით და რამდენად არის როგორ შეაფასებთ თვითონ 2015 წლის თბილისის ბიუჯეტს, თუმცა სანამ პასუხს გამცემდეთ კიდევ ერთი მსმენელი ყავს ეთერში, მასაც მოусმინოთ, დიდი ხანი რო არ ვალოდინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. გისმენთ? მოგესალმებით. გვესმის, რომ ქვეყანაში გაჭირება ძალიან ცუდი მემკვიდრეობაში ხსა დღევანდელ მთავრობას, მაგრამ თუ გაჭირება ეს მარტო პენსიონერებისთვის კი არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ყველასთვის. ასეთ შეუსაბამო ვარდეთ ქვეყანაში არ არის, რომ ზოგს 1000-ები, ზოგს კიდევ არაფერი. მით უმეტეს იმისა, რომ 46 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს. მეც ვიყავით, ჩვენც ვიყავით თანამდებობებს, მაგრამ ის კი არ ვიყავით, რა ქვია, რაღაც უსაშველო ხალხი. ვიყავით ჩვეულებრივი, ნორმალური პიროვნებები. და ჩვენი ხელფასი და მუშის და ყველას ხელფასი და პენსია შეესაბამებოდა ერთმანეთს. ასეთი შეუსაბამო არასდროს არ მოხდა.
არც ეს ქვეყანაში არ არის კიდე და სირცხვილია უბრალოდ. ახლა გავა ერთი წელი და მე ხმის მიცემას მოგთხოვენ და გვეტყვიან რომ ხა მოგეჭით. როგორ უნდა მიცი ასეთ ხალხს? როცა ხადური კი არა, მაგარი ყანდური და მაგნაირი ხალხს. ესე იგი უკვე აღარიციან თავისკენ შევერეტებიან 1000-ები უნდა ჩვენ კიდე 150 ლარი 150 ლარი წამალზე და იმაზე გვჭირდება რა ქვია გადასახადებს სიცხვილი არ არის მადლობთ ზარისთვის კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ქვეყანაში საჭიროა სოციალური მიმართულებით დანახარჯების გაზრდა და სახელმწიფოს უფრო მეტი აქამემართულებით საზრუნავი თუმცა თქმა იმისა რომ მხოლოდ საქართველოშია ეს შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება ეს არის ცდარი რადგან მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა და მთელ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მართული არიან სწორედ იქითკენ რომ როგორ მოხდეს ქვეყანაში რესურსების თანაბარი გადანაწილება რამაც შემდგომში აღარ წარმოშვას კრიზისები რაც უკვე არის ერთ-ერთი ანუ რაც იყო ამ ბოლო კრიზისის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანიც. კიდევ ერთი მსმენელი ყავს ეთერში, მასაც მოусმინოთ, გისმენთ? მოგესალმებით. აი, რამდენი პენსიონერი რეკავს შეწუხებულები, რა გავაკეთოთ, აი მე პენსიონერი ვარ, რა გავაკეთოთ, სანამუთმე, აი ხა თქვენ დაგვირეკეთ, ირეკავს, წვალოთ, სხვათაშორის ძალიან დიდხანს რამენერად დაგიკავშირდეთ, წვალოთ ტელეფონზე და გირეკავს, მაგრამ შედეგი რა არის? აი ვინმე გვისმენს, აი პრესაში იწერება ის რა ქვია, რამენერად შეიძლება მოიწმინოს კაცმა ტყემალაძე და თოფაზე რისი მრეწველები არიან რა რომელი მრეწველობა მაგათ მააყვავეს და დააფინანსეს და რაღაცა სათავისოდ ტყემალაძეს აი უნდა მთელ ქვეყანას უნდა გავაგებინო ტყემალაძე მილიონი დახარჯა თავისი უკაცრავად მაგრამ ნამდვილად დებილი შვილი საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილია ორჯერ უკვე ჯობესია ჩვენმა მსმენელებმა ცოტა კორექტულობად რადგან ჩვენ სხვა საზოგადოებას გვისმენს ძიმე სოციალური ფონდი გასაგებია და მე ყველა სოლიდარობას უცხადებ თუმცა ხა პიროვნული ასე ვთქვათ ლანძღვისთვის ეთერი ალბათ არ გამოდგება კიდევ იმის თქვა მინდა ბატონო ოთარ რომ ანუ იმ თემას გავაგრძელებ რაზეც საუბრობთ ახლა ამ შემთხვევაში ამ სოციალური საკითხებს და სოციალურ პრიორიტეტებს აქ შემოსავლების გადანაწილებაზე არ გვაქვს ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი ანუ ერთია ზოგადად ეროვნული შემოსავლები და მეორე არის საჯარო ფინანსები ანუ ეს არის მცირე ნაწილი ასე ვთქვათ მთლიანი შემოსავლების ეროვნული შემოსავლების რაც არის გაცილებით უფრო დიდი მაჩვენებელი და აი იმ დიდ მაჩვენებელში არის ასე ვთქვათ დიფერენცირებული შემოსავლები ანუ და იქ იკვეთება რომ არ არის საშუალო ფენა საქართველოში რაზეც ბატონი საუბრობდა და რაც გამოიხატება იმაში რომ არსებობს ძალიან დიდი დიფერენციაცია შემოსავლებს შორის თუმცა ეგ ასე ვთქვათ ანუ როდესაც საუბრობთ ბიუჯეტზე მაშინ ამ მიმართულებით საუბარი ალბათ არ იქნება მისაღები, იმიტომ რომ ბიუჯეტის შემთხვევაში ხედავთ რომ სოციალური პრიორიტეტი როგორც თქვენ ახსენეთ 20%-ზე მეტი არის და ასე ვთქვათ იმ ქვეყნებში სადაც აშკარად დეკლარირებული არის რომ ქვეყანა არის სოციალურად ორიენტირებული დაახლოებით 30%-ია სოციალური ფინანსები და საქართველოშიც ეს მაჩვენებელი უახლოვდება ამას თუმცა როგორც ხედავთ სოციალური ფონი მაინც ძიმე არის ამიტომ ალბათ კარგი იქნებოდა ისევ და ისევ რეფორმების ჩატარება ამ მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების რომელიც აი ამ შეზღუდული რესურსების პირობებშიც კი მეტ ეფექტიანობას გამოიწვევდა და ამისთვის ჩვენს მთავრობას ჩვენ ყველას ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ ერთი მსმენელი ყავს ეთერში გისმენთ ალო დიახ გამარჯობათ მე თქვენ ერთი შეკითხვა მაქვს შეიძლება დიახ გისმენთ არ შეიძლება რომ ხადური მოიყვანოთ მათ
და ხადურმა მოისმინოს აი ჩვენი გულის ტკივილები. მადლობთ. ისმენთ ნამდვილად ბატონი ნოდარ ხადურის ჩვენს მოსაზრებებს. ჩვენთან ეთერში, რა ვიცი, თუ მოვა ეს ისი გადასაწყვეტია, თუმცა სხვადასხვა არის ნამყოფი, როგორც ვიცი. კი, არის ნამყოფი ჩვენს ეთერშიც და ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, მათ შორის სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის, ვისაც კი მოისურვებს საზოგადოების წინაშე წარდგომას. ჩვენ დავიწყეთ წეგან საუბარი თბილისის ბიუჯეტზე, თუმცა მსმენელმა გაგვაწყვეტინა, მოდით გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. თქვენ როგორ აფასებთ იმ პროექტს, რაც დღეს განიხილება თბილისის მთავრობაში? ესე იგი, თბილისის ბიუჯეტის პროექტი თავისი შინაარსით ალბათ პასუხობს ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებს. ანუ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში არის სოციალური მიმართულება პრიორიტეტული და სახსრები ძირითადად იქითკენ არის მიმართული, ასევე არის მიმართული თბილისის ბიუჯეტშიც ეს სახსრები. კონკრეტულად 168 მილიონზე მეტით განისაზღვრება სოციალური დახმარებების ბიუჯეტი, ფონდი თბილისის ბიუჯეტის ფონდში და 35 მილიონი განისაზღვრება ჯანდაცვის ბიუჯეტი. ჯამში 200 მილიონზე მეტი არის მაშინ, როდესაც სულ 800 მილიონამდე არის ბიუჯეტის მოცულობა, ანუ 25%-ზე მეტია, როგორც ხედავთ სოციალური და ჯანდაცვითი ღონისძიებები. ასე რომ ამ ხრივ თბილისის ბიუჯეტზეც აისახება ის პრიორიტეტები, რაც ზოგადად ქვეყანას გააჩნია. ეს ალბათ ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ თბილისში მოსახლეობის ალბათ 40% ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის და ის სოციალური პრიორიტეტი, რაც სახელმწიფომ დაისახა, აუცილებლად უნდა აისახოს კონკრეტულად დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტშიც. რაც შეეხება ახლა სხვა ხარჯებს თბილისის ბიუჯეტში, საინტერესოა, რომ გაზრდილია საბავშვო ბაღების დაფინანსება 85 მილიონამდე ლარი გამოიყოფა საბავშვო ბაღების სისტემის ფუნქციონირებისთვის და მათ შორის 20 მილიონი არის ახალი ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი, დაახლოებით ზუსტად 8 ბაღი უნდა აშენდეს და ამისთვის არის 20 მილიონი თანხა გამოყოფილი. მე როგორც ვადევნებ ხალხურს მიმდინარე მოვლენებს ამ ხრივ თბილისში ყურადღება მისაქცევის სიტუაცია არის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კონტინგენტი არის ძალიან დიდი, ბაღების რაოდენობა იყო ჯერ ერთი მცირე, მე შემდეგ რაც არის იყო ამორტიზირებული და ამ ხრივ თბილისის ბიუჯეტი, თბილისის მთავრობა გამოწვევის წინაშე არის, მას ერთი მხრივ უწევს ახალი ბაღების მშენებლობა, მეორე მხრივ არსებულების რეაბილიტაცია, ასე რომ ამ ხრივ გამოყოფილი თანხები შეიძლება ითქვას, რომ არც არის ალბათ საკმარისი იმისთვის, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარდეს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამისთვის 238 მილიონი ლარი არის გამოყოფილი თბილისის ბიუჯეტიდან. აქ საუბარია ძირითადად ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი მიმართული იქნება გზების მშენებლობისკენ. ჩვენ ხედავთ, რომ გზებზე არსებული სიტუაცია ქალაქში გაუარესდა ცოტა არ იყოს. 2014 წლის განმავლობაში ასე ვთქვათ გაუგებარი იყო თუ საიდგე მიმართებოდა ფინანსები. პირველ ნახევარზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში. ფაქტიურად 2014 წლის პირველ ნახევარში ინფრასტრუქტურული პროექტი არც განხორციელებულა ალბათ თბილისში და ასე რომ ამან გამოიწვია ის, რომ ახალ მთავრობას, ახალ მთავრობას უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი, რაც შეიძლება და ყოფილიყო, ანუ რაღაცების გაკეთება დაგვიანდა და ასე ვთქვათ, მთავრობა ცდილობს ახლა რომ ეგ პრობლემა აღმოიფხვრას. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თბილისის შიგნით კონკრეტულად გზების თვალსაზრისით იქნება ის, რომ აღდგება თბილისის ცენტრში მიმოსვლა ბარათაშვილის
ქუჩაზე ორ მხრივად, რაც ჩემი აზრით განტვირთავს მოძრაობას და ის არსებული მდგომარეობა, რაც ახლა ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში განსაკუთრებით საღამო საათებში და პიკის საათებში არის, ფაქტობრივად შეუძლებელია გასვლა იმ ტერიტორიებზე, ეს წესით უნდა აღმოიფხვროს. გარდა ამისა, სხვაგან ქუჩებზეც პრობლემები არის და ამისთვის თანხები არის გამოყოფილი და ჩვენ მედოვნებთ, რომ მოგვარდება ეს პრობლემა. კიდევ ერთი მსმენელი ყავს ეთერში, გისმენთ? ესეც ჩემი. დიახ, ბრძანეთ. ისა, შემოგარგებო თუ შეიძლება აზრი არ გამაწყვეტინოთ, მე თქვენთან შეკითხვა მაქვს. მაშინ მოკლედ და ხო, რა შეიძლება მოგდეთ, ოღონდ აზრი არ გამაწყვეტინოთ, რომ გამიგზავნება. ეხლა ისა საქართველოში ხალხი გაჯილდოებული იმიტომაა, რომ საშუალო ფენა არ არსებობს. ხომ მეთანხმებით ამაში? ჩვენ კომუნისტების დროს ყველას გაგვაჩნდა ქონება და ძალიან კარგად ვცხოვრობდით. შემდეგ მოხდა ეს ავაცახსენელები გადატრიალება და მოვიდა თეთრი მელა შავარდნაძე. შავარდნაძეს ვაი პოლიტიკიდან გამომდინარე ჩვენ სულ გავღარიბდით და დღეს რომ მილიონერები არიან, ესენი შავარდნაძეს დროს გახდნენ მილიონერები. ჩემო კარგებო, ხო იცისა დღევანდელმა მთავრობამ, რომ ამ ხალხმა ეს მილიონები როგორ მოიპოვა. მე ხთავაზობთ ეხლა თქვენ უმოკლეს გზას და სხვათა შორის სამართლიან გზას. დადგეს ამ ხალხის სამართლებრივი საკითხი 95 და 99% ჩვენი ქონება ხელში ჩაგდებული. ხალხის ქონება, ხო და აი ამის საბუთები არსებობს. ჩამოართვათ მაგათ ეს, ჩამოართვით ბატონო მაგათ ეს ქონება, ოღონდ სამართლებრივი სასამართლო გზით და დაგვიბრუნდეთ ეს ქონება თქვენ. თქვენ უამბობთ ისე, ჩემო კარგებო, არ გამოვა ეს. ეს ჩემი შვილი და შვილიშვილები არ მოსდებიან იმ ჩემ ქონებას, გაიგეთ თქვენ? ხო და ეს მილიონერები ისე მილიარდელები გახდებიან და ისევ ასე იქნება. ჭამა მადაში მოდისო 100 ეგი. ხო და ახლა ეს ახალგაზრდა რო გამოდის და აქ ლექციას რომ იკითხავს, აი ეს ახალგაზრდები კი არ გამოიყვანოთ. ეს გადასრული ადამიანები, რომლებიც მართლა ეკონომისტები არიან, ისინი გამოიყვანეთ. 25 წლის და 20 წლის ახალგაზრდა რა ჭკუა უნდა მასწავლოს მე. ჩამოართვით იმ ხალხს ის ქონება, ოღონდ სასამართლოს გზით, სამართლიანი გზით. რა ქონება ჩვენ მაგენმა წაგვართვეს. ხო და აღდება სამართლიანობა. აბა რაფერ გინდა თქვენ? თქვენ ის გინდათ რომ თქვენ ქონებას კიდო მიუმატოთ, არ გამოვა ისე. თუ არა და ხალხი აგიჯანყდებათ და მე ნახავთ ყველაფერს. მადლობა ზარისთვის. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა ეს ის პროცესია, რომელიც დღეს რო დაიწყო, მაშინ ჯაჭვურად უნდა გაყვე 10 წლეულების მანძილზე და ამას შეიძლება ვერ აღადგინოს რეალურად და პირიქით საზოგადოებაში უფრო დიდი დაპირისპირება და უნებათა ხელვა გამოიწვიოს. ეს ძალიან შორს აგვიყვანს ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. აქ ჩვენ ვიცით რომ ეს ახლო პერიოდისთვისაც ძალიან მტკივნეული არის და თუ ამას 10 წლეულები თუ კან გადავდგამს ნაბიჯს და იქიდან მოყვებით, ალბათ ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება ალბათ ამის განხორციელება. შეუძლებელიც იქნება ერთი და მეორე ეს ჯაჭვურ რეაქციას მიიღებს და სადამდე წავა ვიღაცა ყოველთვის დარჩება გამონაკლისი. ამიტომ თუ ამე კონკრეტული ერთეული შემთხვევები იქნება, ჯობია ამ მიმართულებით აკეთოს მთავრობამაც და სასამართლომაც და შესაბამის საგამოძიებო უწყებებმაც რეაგირება, ვითრე მასიურად ერთ სისტემაში იყოს ყველაფერი მოქცეული და სისტემატურად მოხდეს ამ ყველაფრის გამოძიება. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაინც მივალ თბილისის ბიუჯეტთან ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, დროში ვიწურებთ უკვე, ჩვენი დრო იწურება. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დადებითად დაგეგმილი თბილისის ბიუჯეტი, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება? ერთი მინდა ვთქვა, რომ ძალიან დადებითი ასე ვთქვათ, პოზიტიური თბილისის ბიუჯეტში არის ის, რომ ბიუჯეტი დაყრდნობილი არის პროგრამებზე, ანუ ასე ვთქვათ, პროგრამული ბიუჯეტი არის და ეს ზოგადად საბიუჯეტო მოწყობაში, საბიუჯეტო პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, რაც ინერგება დღესდღეობით საქართველოში და ამ მხრივ ძალიან კარგი და მისასალმებელია. ეგ ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მინდა და მეთქვა ისიც, რომ კარგი იქნებოდა თუ მეტი იქნებოდა დეცენტრალიზაციის ხარისხი თბილისის ბიუჯეტის ანუ ამ ჭრილში თუ განვიხილავთ ამას. დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო აღარ გვაქვს გაგრძელებისთვის. შემდეგში კიდე გავაბრძოლოთ ამაზე საუბარი. მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, ჩემს სტუმარი იყო შოთა კეთია, მე გადაცემის სამყაროთა რანგურცი გეშვიდობებით მოვალ ხუთშაბათამდე.